Იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ლაბორატორიაში კი სამ ფოტოალბომს რესტავრაცია უტარდება. ამჟამად მუშაობა დიმიტრი ერმაკოვისა და თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ალბომზე მიმდინარეობს. ამ დროისთვის რესტავრაცია უკვე ჩაუტარდა ისტორიკოს ბორის ესაძის ფოტოალბომს. ფოტოები მე-19 საუკუნით თარიღდება. ეროვნულ არქივში წლის ბოლომდე რესტავრაცია კიდევ 7 ალბომს ჩაუტარდება. ალბომი, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ლაბორატორიაში რესტავრაცია უტარდება, რუს ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვს ეკუთვნის და მე-19 საუკუნეში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებსა და მათ ტრადიციულ სამოსახწერს. ფოტოები იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 40-იანი წლებიდან ინახება. დეზინფექციას უტარებთ და ვწმენთ ერთ-ერთ ალბომს ერმაკოვის ფოტოებია, 55 ფოტოა შემოსული. დეზინფექცია ჩაუტარდა სამივე ალბომს. ეხლა მშრალი და სველი წესით ვასუფთავებთ, ვიღებთ ლაქებს სხვადასხვა ქიმიკატებით. შემდეგ აიკინძება, შეიკერება და ჩაისმება ყდაში. იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ლაბორატორიაში რესტავრაცია სამ ფოტოალბომს უტარდება. ერმაკოვის ნამუშევრების გარდა სპეციალისტები თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ფოტოალბომზეც მუშაობენ. ისტორიკოს ბორის ესაძის ფოტოალბომი კი, რომელიც რუსეთ-კავკასიის ურთიერთობებზე მხატვრების რუბოს, სამუკიშისა და გორშელდის სურათების რეპროდუქციების მიხედვით არის შედგენილი, უკვე აღდგენილია. ფოტოალბომებში ასახულია უმეტესწილად ეთნოგრაფიული ხასიათის ტიპაჟები. ეს არის როგორც ქართველი მანდილოსნები თავის ნაციონალურ სამოსში და ჭურჭლით თუ მუსიკალური ინსტრუმენტით. არის ასევე ყაბარდოელი ქალბატონები, შუა აზიის მამაკაცები და ქალბატონები და საკმაოდ საინტერესო ტიპაჟები. არქივში დაცული არის 300,000-ზე უფრო მეტი ფოტოდოკუმენტი, რომელთა ნაწილი თავმოყრილი გახლავთ ფოტოალბომებში. ვინაიდან ეს დოკუმენტები გადაღებული იყო და შემდეგ უკვე ფოტოალბომებში თავმოყრილი იყო თითქმის 1 საუკუნის წინ, ბუნებრივია, რომ მათ ჰქონდათ როგორც მექანიკური, ასევე ბიოლოგიური, ქიმიური დაზიანებები. ნებისმიერ დოკუმენტს ჭირდება პერიოდულად სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება, მათ შორის ფოტოდოკუმენტებსაც ჭირდება და შესაბამისად ამ რესტავრაციის შემდეგ ისინი უკვე იქნებიან მთლიანად აღდგენილნი და დაუბრუნდებათ თავიანთი პირველადი მდგომარეობა. ფოტოალბომზე მუშაობა 3 კვირა მიმდინარეობს. ყველა მათგანი საბოლოო სახეს ერთ თვეში მიიღებს. წლის ბოლომდე ეროვნულ არქივში რესტავრაცია კიდევ 7 ალბომს ჩაუტარდება.